2018 წელს ველოსიპედით მიმავალი ხუცესი ტენ ფლიპინი ავარიაში მოყვა, რის შემდეგაც თეძოს ცვლის მოტეხილობით საავადმყოფოში მოხვდა. ექიმებმა კომპიუტერული ტომოგრაფია დაუნიშნეს იმის შესამოწმებლად, ტვინის შერყევაც ხომ არ ჰქონდა პაციენტს და ტვინის წინა ნაწილში ავთვისებიანი სიმსივნე აღმოაჩინეს. ეს აღმოჩენა იყო ხანგრძლივი გზის დასაწყისი, რომელიც მოიცავდა სიმსივნის ახალი კერების აღმოჩენას, ინტენსიურ მკურნალობას და ძვლის ტვინის გადანერგვასაც. ხუცესი ფლიპინი ამბობს, წამს რომ ღმერთმა დაუშვა ეს შემთხვევა, რომ ჩემი ტვინის სიმსივნე აღმოეჩინათ ექიმებს. პავლე მოციქულის წერდა ფილიპელ ქრისტიანებს, რომ ღმერთს შეუძლია ამა თუ იმ შემთხვევისა და უბედურების გამოყენება თავისი სახელის სადიდებლად. მოციქული რომში შინაპატიმრობაში იმყოფებოდა და იმპერატორის წინაშე გასამართლებას ელოდა დანაშაულისთვის, რომელიც სიკვდილით ისჯებოდა, მაგრამ მწუხარების ნაცვლად პავლე ხარობდა. როგორ შეიძლებოდა, რომ ეხარა ასეთ დროს? ქრისტესთვის ბორკილებს ის პრივილეგიად მიიჩნევდა. მოციქული პავლე თავის განსაცდელს ღვთის თვალთახედვით უყურებდა და ამბობდა, ის რაც მე გადამხდა, უფრო სახარების წარმატებისთვის მოხდა. პავლე თავის პატიმრობას შესაძლებლობად მიიჩნევდა იმისათვის, რომ სახარება ეუწყებინა თავისი მცველებისათვის და ბოლოს პატიმრობისაც იესო ქრისტეს შესახებ ქადაგება სხვა მორწმუნეებისათვის მოწოდება იყო იმისკენ, რომ უფრო მეტად და უშიშრად ელაპარაკათ ღვთის სიტყვა. ძნელბედობის ჟამს მოდით მივენდოთ უფლის თვალთახედვას და ვირწმუნოთ, რომ ამასაც თქვენ და სასიკეთოდ მოაქცევს იგი.